სხვადასხვა რეგიონი თბილისთან ერთად გამოწვეობის აქციაში მონაწილეობს. იდეა მონადირეთა ლეგიონს ეკუთვნის, რომელმაც მოხალისეებთან ერთად 200-ზე მეტი ხედარგო. კამპანია მასშტაბური სახეწელს პირველად მიიღო. ვნახოთ, რა ვითარება კუსტპის მიმდებარედ. ნინო მჭედლური გვერდდება გამწვანების აქციიდან. დილა მშვიდობისა, ნინო, მოგესალმებით. მეგობრებო, დილიდან ჩვენთან ასეთი ამბავია. გამწვანების აქციაში ვიღებ მონაწილეობას. ჩემთვის ეს რიგით მეორე ხეა უკვე, რომელსაც ვრგავდა, რომლის დარგვაშიც, რა თქმა უნდა, მეხმარებიან. ჩემთან ერთად არის, უფრო სწორედ ვიტყოდი, რომ თქვენთან ერთად ვარ მე, კახა შაფაგიძე, მონადირეთა ლეგიონის წევრი. დილა მშვიდობის, მადლობა, რომ დავგპატიჟეთ და ასეთ პროცესში ვიღებთ თქვენთან ერთად მონაწილეობას. რა თქმა უნდა, ბუნებაზე ზრუნვა არის ძალიან მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით სასიამოვნოა, როდესაც ამდენი ადამიანი არის ჩართული ამ პროცესში. მადლობა, დილა მშვიდობისა, მეც მოგესალმებით. გვიხარია, რომ ერთად ავარ და კარგ საქმეს ვაკეთებთ, მე მგონი. მაგრამ კარგს იმას ვიტყვი კიდე, რომ მარტო ჩვენ არა ვართ, მარტო აქ არა ვართ თან. მთელი საქართველო არის უკვე ჩართული აჭარაში, გურიაში, სამცხე-ჯავახეთი, კახეთ, რა რეგიონებში რა. მოკლედ გადავწყვიტეთ ესე სამონადირე კლუბებმა, მონადირეებმა, რომ ერთ დღეს მთელ საქართველოში მოვახერხოთ ის, რომ გავერთიანდეთ და ჩვენ ბუნებას რაღაცა პატარა წვლილი ჩვენც შევიტანოთ და გამწვანების აქციაში მივიღოთ მონაწილეობა. აქ დაახლოებით მე რამდენადაც ვიცი 250 ენერგი დაირგო. ეხლა ეს კონკრეტულად ეს მონაკვეთი ავიღეთ. მონაკვეთი რა ბილიკი არის, აერთიანებს თაწმინდას, სოლოლაკს, ვერას, ვაკეს, ბაგებს და სიმბოლურად რაღაც აერთიანებს ძველუბრებს და ასე შემდეგ ახალსაც. გადავწყვიტეთ, რომ ძალაერთობა შუა წერია ქართულ გერბს. ხო და მთლიანად ხეივანი უნდა გავაკეთოთ. ეს გაგრძელდება ეხაც, მე შემოდგომას, მე იქით გაზაფხულს კიდე და მოკლედ მთელ სიგრძეზე აქედან ბოლომდე გავიყვანთ ამ მწვანე ნარგავებით ხეივანს. კუსტპის მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ და წელს პირველად ეს პირველი აქცია არის, დღეს პირველი აქცია არის და ეს გაგრძელდება პერმანენტულად სულ რა. რამდენიმე დღეს მოიცავს ხოლმე ყოველწლიურად, ხო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ენერგი ბევრი ხალხია მსურველი და ერთად არ გამოდის ყველას, იმიტომ რომ აქ აგრონომები ძალიან მკაცრად აკონტროლებენ ყველაფერს, ხო და ჩვენ ასე თქვა ჩავიძალა ვართ. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს, თუ ამ წელს არ გქონდათ შანსი ვინაიდან და რადგანაც უკვე დასასრულს მიუახლოვდა დარგვის პროცესი, მაშინ მომავალ წელს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, ან თუ რეგიონიდან ადევნებთ თვალყურს ამ ყველაფერს, თქვენს რეგიონში შეგიძლიათ ჩაერთოთ ამ აქციაში. კი ბატონო, სულ ყველა შეუძლია ეს ნებაყოფლობითი არის, ვისაც გაუხარდება, ყველა შეუძლია თავის სახელზე დარგოს ენერგი, გაახაროს ხე და ჩვენ ქვეყანას რაღაცა კეთილი საქმე გავუკეთოთ. რასაც ვართმევთ ბუნებას, ვუბრუნებთ შემდეგ. წესით ეგრე არის, კი ბატონო, დაგესესხებით, კარგია, მომეწონა გავაგზავნეთ იგივეს. ძალიან დიდი მადლობა, ბატონო კახა, დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა, წარმატებულ თქვენ დარგულ ხეს განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ჩემი დარგული ხე, თქვენთან ერთად, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა ამ აქციისთვის და კამპანიისთვის. მე დაგემშვიდობებით და გესურვებთ, რომ ბუნებაზე ზრუნვა, რა თქმა უნდა, იყოს ყოველი ჩვენგანის პრიორიტეტი. სასიამოვნო დღეს გესურვებთ.